24 წელია რაც ამაგოში აღარ გძალა. რაც პენსიაში გაველი, ამის აღარ მიმგზავრია. 64 წლის 29 დეკემბერს მოველია. ზათავად შეგვიძლია ვიმოწრავოთ. ავდივარ თათბის პარკში. ეს არის 90-ის. 90 წლისა ვარ. თქვენ? 84. რატო ესე მოწყენილა? ჩვენივრად გამოიყურებით. არა, მე მინდა რომ 100 წლისა ვიყო და ესე ვიყურებოდი. თქვენ? მე 71 წლისა ვარ. რამდენი წლის იყავით, როცა აქ მოხვედით სამუშაოდ? ამიხდა 35 წელი. და იყავით 16 წლის, ხო? 11 წლის არ ვიყავი, მუშაობა რო დავიწყე. რაღაც თვეების მერე გამაფორმეს და აი რა ისტორიას ინახავს ფუნიკულიორი თქვენთვის? როგორც თქვენ აქ გავიზარდე რა. აი ყველაფერი რო გაკეთებული მაქვს, აბსოლუტურად. ჩემი ოფლი და სისხლი აქ არის ჩავრილი. აი თქვენი ცხოვრების რა მოგონებებს ინახავს აქაურობა? ხართ 90 წლის და 10 წლეულები ემსახურეთ ფუნიკულიორს. ჯერ ერთ ისე იყო რომ კარგი კოლექტივში ვიყავი. ეს არის პირველი. მეორე ისა რომ სასიამოვნოა ზემოდან რომ გადმოხედავ საყვარელ თბილის ქალაქს შეამოვნებდა. აი გიხარო და თბილისს რომ დაენახე. და ამასთან ერთად გზავრები რომ მიდიოდნენ და რომ გადმოხედავდნენ, ყველა თავის ენაზე ლაპარაკობდა რა ასე ლამაზია თბილისი აქედან. აი მე გული უხარობდა რომ შექვეყანას აქებდა ის სული უცხოელი ადამიანი. აი გოგოები მოდიოდნენ. აი გოგოები მაროთ ვაჭმევდი თხოვნე ხანდახან. პატივცემდით. ხო, ასე იყო ჩემი მერაბი. ასე გავატარე ეს მრავალი წლები 40 წელი ამ საყვარელ გზაზე. თითქმის ნახევარი ცხოვრება არ გავატარე. მოდა შეძლო. კარგი ბიჭო, გეყოფა ეს მაიმუნობა რა. რამდენ ბედა. მოგზავნე. მადლობ. ასეთი ჯაბერდები როგორი ხარ? მე კარგად მახსოვს აქ რომ მუშაობდით მე და ქიშვა ერთმენაში ვიყავით. უცბად ამას შვილი გაუჩნდა. გოგო მიშობი არა. და აქ ეკლესია მამა დავითობა ხუთშაბათი და აი ის დღე აუღნიშნეთ წავალთ იმის დაბადების დღე აი ამ რესტორანში ვიკეიფეთ. და იქ დავლოცეთ ის ბოლოს. ახლა დიდი ბიჭია, მაგარი ბიჭია ვენაცხარი. აი მოგონების მეტი რა არის უკეთესი. სამყავს ახლა ის შვილი. და მისი ისტორიაც კი უკავშირდება ფუნიკულიორს. ყველაფერი. აი გადახედეთ ახლა. ნახეთ. გადახედავ ამ დედაქალაქს, გახედე კანი. 120 წლის გახდა. ფუნიკულიორი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო. საყვარელი ადგილია, საყვარელი. ხელის გულივით მოჩა ქალაქი. ნამდვილად სასიხარულოა. აი დღეს კიდევ ნამდვილად მე მომემატა სიცოცხლე, სიხარული, სიყვარული და აი ამის სიხარულს დავხნა. დღეს თაცმინდის პარკში დღესასწაულია ფუნიკულიორი გახდა 120 წლის. წარმოიდგინეთ 1905 წელს ასეთი ექსტრავაგანტური ტრანსპორტი უკვე ქალაქ თბილისს გააჩნდა და ეს თავიდანვე გახდა ასეთი სენსაციური მოვლენა, იმიტომ რომ მთელ რეგიონში არც ერთ ჩვენ მეზობელს კაიხანს ასეთი საბაგირო სარკინიგზო ტრანსპორტი არ ყოლია. დაიწყო მშენებლობა 1903 წელს, დამთავრდა 1905 წელს. ფუნიკულიორს აქვს თავის განვითარების გეგმა. 2026 წელს ჩვენ ვაპირებთ სალიანდაგო სისტემა შეიცვალოს. ძალიან დიდ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ეს არის ის, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ თაობებს შეუნარჩუნოთ ეს ისტორიული კომპლექსი.
მდინარე მტკვარი მძორეთ რომ მიედინება. რას ლაპარაკობ? აპარელი მდინარეა კაცო, რას ლაპარაკობ? ვაშენდა საბადი. სულ ეგ სიმღერა ისმოდა თბილისო. ზოგადად ხარეო. უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგანახალი ბარაზი სად არის ჟაღარამთაც მინდა